გამარჯობათ, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, რადიო მსმენელებო, მედია კავშირი ობიექტივის სტუდიიდან. თქვენთან პირდაპირ ეთერში თითქმის 1 საათის განმავლობაში ვიქნები მე ირაკლი კობრავა და ბატონი გიორგი კარტოზია. თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში დაგვირეკოთ ტელეფონის ნომერი გამოვა ახლა ეკრანზე. ამ ნომრით შეგვიძლიათ დაგვიკავშირდეთ. ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ ერთმანეთთან პოლემიკაშიც, ჩვენ გვაინტერესებს თქვენი მოსაზრებები, თქვენი იდეები, როგორ შეიძლება, რა შეიძლება გაკეთდეს ქვეყნისთვის სასიკეთო და სამომავლოდ, რომ იქნებოდეს, იქნება საქართველოს ნორმალური ცხოვრება, ნორმალური მომავალი, ჩვენი მოვალეობა ის რომ ვიზრუნოთ, რომ ჩვენი შვილები დალაგებულ ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრობდნენ და ცივილიზაციის ნაწილი ვიყოთ, რომელიც დღეს მსოფლიოში საჭიროა, რომ ვიღაცასთან ერთად იყო და რაღაცაში მონაწილეობდა და ქვეყანა ისე ვერ განვითარდება, თუ არ იქნება სამეზობლო იქნება თუ რაღაც საგარეო საქმეებში დალაგებული და არ იქნება ურთიერთობაში სხვა ქვეყნებთან. რაც ჩვენთვის დღეს ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენი ხელისუფლების გადამყიდე. დღეს ახლა ეს რაღაც გადალაგებები დაიწყეს, კარუსელები და ისევ ის მახსენდება კრილოვის იგავი, როდესაც მუსიკოსები დაждდნენ და მუსიკა არ იცოდნენ და ადგილებს იცვლიდნენ. რა მნიშვნელობა თუ მუსიკა არის, სადაც გინდა დასვი, მაინც იგივე იქნები, რაც იყავი ძველ ადგილზე. ამიტომ ეს არაფერს არ ცვლის, ეს შეიძლება შიგნით რაღაცა გაუგებრობები აქვს და ერთმანეთთან როგორც ყოველთვის ვერ გაიყვეს ეთყობა ხელისუფლების რაღაცა ნაწილები და რაღაცა, მაგრამ ეს ხალხისთვის არავითარ მნიშვნელობას არ იძენს, იმიტომ რომ სულ ერთია ვინ იქნება იქ. თავარია იყოს ის ადამიანები, ვინც იზრუნებს ქვეყანაზე, ხალხზე იზრუნებს მომავალზე, ქვეყანას რაღაც გარანტიები ექნება, რომ ხალხმა ნორმალურად და წესიერად იცხოვროს, იქნება ზრუნვა განათლებაზე, იქნება სამედიცინო სფეროზე, პენსიონერებზე, ბენეფიციარებზე, რა ვიცი, თლიანობაში უნდა იყოს ხელისუფლება ისეთი, რომელიც ქვეყნისთვის იქნება და არა ქვეყანა იქნება მათთვის. დღეს ესე ხდება, პირიქით ხდება. ისინი გამოსული არიან საშოვარზე, მოთავსებული არიან თავიანთ მოკალათებული თავიანთ ტახტრებებში და იქიდან ხელმძღვანელობენ, როგორ მოიპარონ ფული, როგორ გამდიდრდნენ, როგორ კეთილად მოუწყონ თავის შვილებს და შვილიშვილებს ცხოვრება და დანარჩენი ხალხი თითქოს არც არსებობს. არადა გვახსოვს რა დაპირებები იყო ხო ბატონი ბიძინასგან პირდაპირ მე არ ვიცი ხალხი მასავით ღმერთივით უყურებდა ადამიანები და აფრთხილებული იყო ხალხი იმ დაპირებებით, რა დაპირებებითაც მოვიდა 2012 წელს ქართული ოცნება, ხო? რეალურად იქ იაფიფული ქარხნების აშენება, ყოველ სოფელში რაღაც მილიონი რაღაცა ესეთი დაპირებები, მაგრამ სამწუხაროდ ყველა ოჯახის დასაქმება ხო, სამწუხაროდ პირიქით მოხდა და დაპირება დარჩა და არავითარი შედეგი არ არის და ესე მე 14 წელია უკვე მივჩანჩალებთ დღეებს ვითვლით. სად მივდივართ ისიც არ ვიცით და მთავარი ისაა, რომ აი ბატონმა ბიძინამ აიღოთ ხო თავის თავზე ეს ყველაფერი და თვითონ დაიმალა და შემოგვიგდო ეხლა ეს კობახიძეები და რა ვიცი ეს ხალხი, რომელიც არაფლის მაქნისები არ არიან და თვითონ დირიჟორი უკანა პლანზეა, ვითომც არაფერი არ არის, მაგრამ თვითონ არის და მე არ ვიცი საით მიყავს ქვეყანა. იზოლაციაში ვართ სრულიად. პასუხისმგებლობის თავიდან არიდება, ალბათ ეს არის იმის გათვალისწინებით, რაც დღეს ხდება, ხო? ხა იგივე აი ეს მომენტი შენ წეგან ახსენე, სამთავრობო გადაადგილება, ეგრეთ წოდებული კარუსელის, ახალი კარუსელის რაღაც მოწყობა
და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ამათ თვალში წარმატებული მინისტრი უჯარო გენერალად დატოვეს, ხო? ბატონი დინარაძე. საკმაოდ საინტერესო ფაქტია ეს და შენ სწორედ აღნიშნე ირაკლი, რომ ალბათ მიდის შიდა დაპირისპირებების ფონზე მოხდა ეს სამთავრობო ცვლილებები და ვიღაცა იმაგრებს ზურგს, ვიღაცა იმაგრებს ფინანსურ მდგომარეობას, აი ამის ფონზე მოხდა ალბათ ეს გადაადგილება განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებში. საკმაოდ საკვირველია ის, რომ ეს უშიშროების მინისტრი, რომელიც საკმაოდ ისეთი ჩაატარა მან აი ამ თვეების განმავლობაში რაც იყო. ნახევარი ოცნება დაიჭირა კაცო. ვისაც რაღაცა ერქვა სახელი, ყველა დაიჭირა და მეტი რა უნდა იქნა, თავის თავს ხო აღარ დაიჭერდა. და ეთყობა ეგ დარჩა და იმიტომ წამოიყვანეს. საერთოდ ესო სხვა ქვეყანაში ხდებოდეს ხალხო ცოტა ირონიულადაც ვილაპარაკებ, მაგრამ ეს ჩვენ თავზე ჩვენ არა არის ირაკლი, მე რას ვფიქრობ ვიც ახლა, როდესაც შენ ერთი პრემიერი მეკრთამია, მეორე პრემიერი მეკრთამია, მინისტრები მეკრთამეები არა, ვიღაცამ ხო უნდა აიღოს, აი გუნდმა ხო უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ნუ ეს ხო გუნდი არ არის, ესა შეკოწიწებული რაღაცა მასა, რომელიც მიმართულია იქეთკენ, რომ ბიძინას უკანალთან იყვნენ ახლოს, ვინც ასიამოვნებს შეps, ის არის წარმატებული, ვინც ცოტა რაღაცა თავის თამაშს წამოიწყებს. ყველა პრემიერი რითვის მოხსნეს, კაცო, რომ რაღაცა თავიანთი რაღაცა თქვა. და რაღაცა უნდა და გაკეთება და ყველა მოხსნა სამსახურიდან. და დაუნდობლად გაუშვა ყველა მადლობის გარეშე. ბოდიშით, მაგრამ ეს რას გვაძლევს? არაფერს სასიკეთოს არ იძლევა ხალხო. ეს ტყილები, ამდენი ტყვილი შეიძლება ხალხს და მე არ ვიცი, შეიძლება ერთხელ მოგატყუოს ადამიანმა და გაუგო რა, როგორც ჩვეულებრივ ახლა რაღაცა შეიძლება მოტყუვდე მართლა. მეორედ, მესამედ, მიასეთ 14 წელია გატყუებენ ხედალოცილო მე ჩემ ქართველებს მიმართავ და რაღაცა ცოტა რაღაცა ხო უნდა გავინძეთ, რაღაცა შეუძახოთ, შევაფუცხუნოთ. მოდი, ნუ იყვნენ ხელისუფლებაში, მაგრამ მოხედონ ხალხს. ხალხს მოხედონ და ხალხისკენ გამოიხედონ, კაცო. არ შეიძლება ესე ცხოვრება ახლა იგივე ახლა დღეებში რო იყო ხო ის აუმტყოფი ბავშვების აბა რა არის 100 ბავშვია სულ რაღაც 40 მილიონზეა საუბარი ხო 40 მილიონ ლარზე და ახლა მე ვფიქრობ რომ დღევანდელ საქართველოს ბიუჯეტს ეს არ უნდა უჭირდეს და ბიჭო 7 მილიონი სახში დადებული უნახეს ადამიანს და აი ხედა ნუ მოიპარავთ რა აი გაფიცებთ ყველაფერს, ნუ მოიპარავთ და მიხედეთ ამ ბავშვებს. ცოდუები არიან, არა აქვს საშუალება, რომ საზღვარგარეთ წავიდნენ და იქ იმკურნალონ და იქ გააკეთეს. რა გჭირთ ესეთი? ის კი არა, ბიჭო, წამლების ფასები თუ ყოფილხარ, ახლა დედაჩემს აუღე იმ წამლები. 5, 6, 7 ლარით ყველაფერი გაძვირებულია, ახლა დედაჩემს ხო ჩამოწერილი აქვს ფასები, ახლა პენსიონერია, ხო? ყველაფერი გაძვირებულია გეუბნები. მე არ ვიცი რომ ვინახარ თქვენ კაცო ესე ტყილები როგორ შეიძლება. შედის სასუფთათოში. რა თქმა უნდა, ყველა პროდუქტი იმის მაგივრად რომ დაკლებული იყო და როგორც პრემიერის ეს იყო, ვარავდი არ ვიცი, აპრილი უკვე მთავრდება და ალბათ კომისიის დასკვნა იქნება საბოლოო, გამოაქვეყნებენ ამ კომისიის დასკვნას, მაგრამ სახეზე არის ფაქტი ერთი რომ ერთი თეთრით არ არის არაფერი დაკლებული, ხო? რეალურ მომატებული. მომატეს ეთქობა რომ აპრილის ბოლოს დააკლებენ და იმ ძველ ფაზზე რაც იყო, დადგენ იმაზე ჩამოიყვანენ. ხო, ახალი რაღაც ტრუკის გაკეთება უნდათ, ხო, ამის გადასაფარად, რომ აი ეს ფასების მით უმეტეს რომ წინა პარლამენტის ხდომაზე აი ამ ფასების საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ აგრესიულად გამოვიდა ხალხის ძალა. ესენი კიდე საერთოდ აი საინტერესო თემა იყო ძალიან ახლა ხალხის ძალა იმას ხნა რომ ოპოზიცია შენ წარმოიდგინე ერთად შევიდე პარლამენტში
მაშინაც ერთად იყვნენ, მე გამოიყვნენ და ჩვენ ოპოზიცია ეს მაჭავარიანი მე მგონი მართლა დეგენერატია, თუ ჩვენ მგონი ვართ დეგენერატები. ჩვენ ოპოზიცია ესე ვაფიქსირე შედალოცულო ან შენ ხარ ვერახარ თლად ჯანზე ან საქართველოს გონია დებილების ქვეყანა შეუპატრონო რა ის ოპოზიცია ხარ სად მთავრდება ოცნება და სად იწყება შენი თავი კაროჩე რა მე ეგეთი რაღაც არ გამიგია რა როგორ იტყუებით რა ვის სასწაულია ну პირველი რაც არის ახლა ყველაზე მთავარი არის ეს არის სოციალური საკითხების გადაწყვეტა. არ ვიცი ახლა იცი მე ესე მგონია რომ აი სოციალური საკითხის გადაწყვეტით ესენი გაიხაგზლებენ კიდე რაღაცნამდე წელი თავის ყოფნას, მაგრამ არ უნდათ არაკეთებენ, ვერაკეთებენ თუ აი თუ ამათი ხო არა ასად არ არის დალაგებული, მაგრამ ახლა სოციალური საკითხები ხო ახლა ხო ეს თვალში ნაცრის არის შეყრა ის რომ საუბარი იმაზე რომ რაღაცა ჩვენ ვითომ ფასების რეგულაციას ვაკეთებთ. რეალობა სულ სხვა რაღაცა შეხვალ მაღაზიაში სულ სხვა რეალობა გვხვდება რა. იგივე არის საუბარი მედიკამენტებზე რა. იგივეა მედიკამენტებზე ხო ვითომ ვაკლებ და სინამდვილეში აი ესე 7-8 დაზღვევებით არაფერი კონსტიტუციაში წერია რომ არის სოციალური ქვეყანა. სოციალური, ანუ უნდა ორიენტირებული იყოს სოციალურზე და არა მოპარვაზე. არ შეიძლება ამდენი მოიპარო კაცო ხალხსაც მიხედეთ. დღეს ჯარიმები ამხელა ჯარიმებით ამოღება ამ ფულზე ჯერ ბიჭო ამ გაძვალდებულ ერთი თვის განმავლობაში აი ახლა იყო ზუსტად გუშინ წავიკითხე აი ერთი თვის განმავლობაში მარტის თვეში 800 მარტო ავტობუსის ჯარიმიდან შესულია 840,000 ლარი. შენ წარმოვიდგინე ლარი არა აქვს ადამიანს მოძრაობს თქვა ტრანსპორტში და შენ 50 ლარს აწერ ჯარიმას. და მეორე მე მგონი განუსაზღვრელია რა ვიცი შეიძლება სახლი გააყიდო არა ესეთი ის არის და რა არის ახლა 840,000 იმ ერთი თვის განმავლობაში შესული მარტო აი ამ ჯარიმებით აი ავტობუსის ჯარიმებით შესული და ნუ ახლა ძალიან ესეთი მომენტია როდესაც შენ არასრულწლოვან ბავშვს აჯარიმებ ხო? აი მიუღებელი ვარიანტია ახლა ეს რომ არასრულწლოვანს შენ მოთხოვ რომ რაღაც შეიძლება ვერ მიადო ისა შეიძლება რაღაცა იყო და შეიძლება დასახში დარჩა ხო შეიძლება დარჩა ხო სკოლის მოწაფეა ახლა პატარა ბავშვია რაღაცა და ამას აჯარიმებ და აი ეს ჯარიმების ხარჯზეც არის ეს ქვეყანა ჯარიმებისა და აი ამ ტურისტების ხარჯზე არსებობს ქვეყანაში სხვა არაფერი არ კეთდება არ დაგავიწყდეს გამოგზავნილი ფულის ხარჯზე. ხო, ნუ ახლა გამოგზავნილი ფულის რა თქმა უნდა, კი ბატონო. დღეს 70% გადახვეწილი ხალხისგან გამოგზავნილი ფული ჩამოდის, უყურე როგორი ვირეშმობა დოლარი არის 2.7-იც არ არის. დოლარი. შენ წარმოიდგინე ამ იაბ დოლარს ყიდულობენ ბანკებთან გარიგებული არიან ეს ქორვაჭრები მიდიან შემოაქვთ საქონელი და 60%-ს უგებენ. 60%-ს უგებენ შენ არის საუბარი ხო რაღაცა იქ საბჭოთა წყობა რო იყო იმანეც ქონდა ძალა. რეალურად ძალა ქონდა და ამ ლარს არის ხო 2.6 კი არ უნდა იყოს დაახლოებით მე 5 უნდა იყოს რომ მას რაიმე ისეთი შეყდვის უნარი ცოტა მოძლიერდეს თორე ასე არაფერი არ გამოვა ხო ეხლა 100 ლარი თუ წახვიდე ვერა 2 დღის საჭმელს ვერ მოიტანა რა ბიჭო 40 ლარი რო ხორცი ეღირება და რა უნდა მოიტანო დიდ ოჯახებში ახლა ერთი ადამიანი თუ მუშაობს თქვა 4-5 სულიანში რამდენი უნდა კონდეს ხელფასი კაი 1500 ლარი იქ კომუნალური ბავშვების და ბავშვო გაუშვა 5 ლარი რომ ისე ხაჭაპურს ვერ შეჭამს 6 ლარი ღირს კი ბატონო ყოველ დღე შენ როგორ შეიძლება ესეთი რაღაცა გააკეთო და კიდე სტუდენტებს ახდევინე ფულს სირცხვილი არ არისო ну ამეთ ხარ ზარია და გისმენთ მოგესალმებით ბატონო გამარჯობათ სულ უნდათ თავითოა აბსოლუტურად
ერთადერთი კარგი ხოდა ბატონებიდან დანაპირები და ისიც თვითობა აღმოჩნდა. ჩემს მოგახსენებთ. ერთადერთი ამ თაღლიდობიდან გამომდინარე მათ შეუძლიათ გააკეთონ ის, რომ სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოიღონ ეს მუხლი. ისე როგორც სამშობლოს ღალატი, მოსამართლეებზე მუხლი და კიდევ არის რამოდენიმე მუხლი. ცილის წამება კიდევ. ონა. რას ლაპარაკობ, ჩემო კარგო, ბოდიში მოგიხდით. სიტყვაზე იჭერენ, რო თქვა, რომ არ მჯერა ეს ხელისუფლება ლეგიტიმურია, სამ წელს მოგისჯია, რას მელაპარაკებ ჯამო. ჩვენ ყავდა მე მახსოვს ბავშვობაში ადამიანი იყო ერთი და სხვა ხაშუჯი ცნობა ეხლა იმის სახელს არ ვიცი კარგი სამომავლო ვაყას თქვენ ცნობთ იმის სამომავლოს ხაშუჯიდან მოხდა თუ თავის აზრს არ გაიზიარებდი გაგინებდა ამათ გაგინება ვის გაუგია კულტურული ხალხი არიან ამათაც თუ არ გაიზიარებ დაგიჭერებ ასეთ ქვეყანაში წენა გამოდიოდნენ მეოცინე ინტერაქტივში და სად არის ხელისუფლება? რითი არ გაიგერო ხელისუფლება კი არა ეს არის ჩვენი წარსული რითი არ გაიგედა რითი არ გაერთიანეთ თქვენ გაიხავთ შენ ერთობა არის ამათი წამალი მორჩა და გათავდა საცავიწრო იქნება გაწდება იქ მადლობა მადლობ შევაგარგო ვინ წარმოიდგენდა 88 99 90 წლებში 9 აპრილს რომ ეს ამბავი მოვიდოდა ისე ნაძირალებით გაივსებოდა ეს რამდენი ნაძირალა ყოფილა ამ ქვეყანაში კაცო რამდენი ქურდი გაუმაძღარი ღორი რა არის ეს რა ხდება თუ ქვეყანა არავის არ უყვარს კაცო არავის არ უყვარს ეს ხალხი საიდან მოხვედით ვინც დედამ დაწყევლა ყველა როგორ უნდა მოვიდეს აქ და საქართველოში იყოს კაცო ცოტა ხო შეიძლება გადმოხედოთ ბჭო 15 და 20000 ხელფასი გაქვთ ყველაფერი მუხთა გაქვთ რაღაც ბიზნესები და რაღაცები გაქვთ კიდე ბიუჯეტს რაღაც იპარავთ აცალეთ ამ ხალხსაც როგორ შეიძლება 100 ბავშვი როგორ უნდა დაგწყევლოს ღმერთმა რომ ტვინი დაგიხუროს ისე რომ ბავშვების ჯამთელობის ხარჯზე ერთი ფორმალები გიჯდებათ ეს 50 მილიონები და რა გახდა ამისთან როგორ შეიძლება საერთოდ რომ იქ მოიყვანეთ იმ მდგომარეობამდე მიიყვანეთ რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდა ამის გამო რომ გამოდიხარ ქუჩაში ხო ეს ხო ხელისუფლების სირცხულია რომ ბავშვების წამლის იმაზე გამოდიან რა ქუჩაში ეს არის აი ყოველგვარ ზღვარს ცდება ესეთი კიბოთი დაავადებულ ხალხს წამალს არ აძლევდნენ და ტანჯავდნენ ესენი ვინ არიან რით ვერ გაიყავით რამდენი უნდა ჭამოთ რაღაცა ნორმა დააწესეთ აი ხორმა ამდენი ვირთხამ ამდენი არაკაცმა ამდენი და იქნებ დაძღეთ და წაეთრიოთ რა არ არის საშველი რა თქვენ გა ზარია და უპასუხოთ გისმენთ გისმენთ ცოტა ტელევიზორს გეტყვი ფაგონებო მოგესალმებით და გამარჯობა გილოცავთ აღდგომებია და გილოცავთ ქრისტიანი თავარი არის ეს ლაპარაკობს და არაფერს არ ვაკეთებ ადამიანები ხალხი არ ვაკეთებ არაფერს ხოლო ვიღაცები ერთმანეთი შორში ხარცი არიან და ამით თავდება ჩვენი ამბავი ხან ერთ რამე ჩამოგვიგდებენ საჩხუბრად ჩალაპარაკოთ ხან მეორეს ამიტომ საჭირო არის ბატონო ვიდინა აუდა გამოვაგდოთ გარეთ და მართოს ხემადა ალანა დავიდეს ის თავის საფრანგეთში და დაგვანებოსავ ჩვენ დასტურს გეუბნებით მაგრამ მადლობა იცით რა ჩვენ რა კი არ გვეხალისება აქ ტელევიზორში ზდომა და ლაპარაკი ჩვენ გვინდა რომ გამოფხიზდეს ხალხი არ შეიძლება კარგი დღეს მაყოფილი ხარ მაგრამ ჩვენი თაობა ხოწავა მოვა მეორე თაობა ხალხო შემდეგი თაობა ესენი თავის შვილებს ამზადებენ როგორ იცი აი ესტაფეტით უნდათ გადასცენ რომ ისევ ისინი მოვიდნენ აქ განათლებას იმდენად არ ვიცი რას უშვებიან ამ განათლება გაუპატიურებულია პირდაპირ განათლებაც არა აქვს ხალხს არ მიშას დრო იყო
ის იმის დრო იყო, ამის დრო იყო, რაღაც ჯანდაბის სიბნელეში ცხოვრობდა ხალხი. ესენი თავის შვილებს განათლებას აძლევენ. მერე ვინ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, აი ეს განათლებული და ესე გაგრძელდება სულ. ესე იქნება. კაი, ჩვენ მოვჭამეთ ეს ქვეყანა და წავედით. მერე რას უტოვებთ? აიღებენ საფლავებში, ჩაგვაფურთხებენ, მეტი არაფერი არ იქნება, ჩვენი გინება იქნება. მართალს იძახით, მარტო ლაპარაკი არა, მაგრამ ლაპარაკიც რო არ იყოს, არ შეიძლება. უნდა ვილაპარაკოთ, ვისაუბროთ, დავადგინოთ და მერე გადავწყვიტოთ. უნდა გამოვიდეთ, კაცო იყვნენ ეს ხელისუფლებაში, თქვათ. მაგრამ დაიწყოს ის, რომ ხალხისთვის ზრუნვა, არ შეიძლება 14 წელი ტყილში ამყოფო ხალხი და ისეთი ხალხი, როგორც სუბარები და მაჭავარიანი გამოდიან და ჩვენო ოპოზიცია ვართო და ეხლა ნახე რას უზამთო ბიჭო ერთი ნაგავი ხარ და როგორ არის ოპოზიცია გადაირევი ხალხი თუ გისმენ ზარია ცოტა ტელევიზორს ისაა 75 წლიდან 2000 წლამდე მაღაზიაში უხტოდი რევიზორი ხვალდა ეხლა დღეს პატრონი არაფერს არ ახავს სადაც ვცხოვრობ სამი პურით მაღაზია არის და სამივეში სხვადასხვა ფასია ერთი და იგივე პურია ეხლა დღეს პატრონი არაფერს არ ახავს გესმის ქალბატონო ვიცით ეს ყველაფერი გამოწვეულია იმიტომ რომ უპატრონო ქვეყანაში ვარ ესენი მაქედან იკვებებიან ყველას თავისი უხეშად რო ვთქვათ კრიშა ყავს იმ პარლამენტში ზიანიქ მილიონერები და მაპატეთ და ფეხებზე კიდიათ ხალხი რას ჭამს და რას სვამს ყველას თავისი ამ დისტრიბუციას თავისი ფარველი ყავს მაღაზიების ქსელებია როგორ შეიძლება ამ პატარა ქვეყანაში გიპერმარკეტები იყოს უნდა იყოს წვრილი რაღაცა სამუშაო ადგილები რომ რაღაცა ორი გაჩნდეს დაიპყრეს ამ ნიკორებმა რა ქვია ნაბიჯებმა თუ რაღაც ჯანდაბებმა მოპარული ფულით არა მეორე მომენტი ისიც არის ირაკლი ყველაზე ალბათ მნიშვნელოვანი რომ ვერ შეგაქ იმ პროდუქცია ვერ შეგაქ თუ რაღაც გარკვეული ხელა თანხას დახტევინებენ რომ შენი პროდუქცია დადო არ არის სწორი არ შეიძლება ასე მართვა რისთვის არიან ეს მინისტრები რატო ჭამენ ამ ტყვილ ამ ჩვენ ფულს რატო ჭამენ მინისტრი იმიტომ რომ დაარეგულიროს ეს ყველაფერი მოაწესრიგოს თუ საჭიროა დასაჯოს რა ვიცი რა რისთვის არის აბა სხვა მინისტრი იმისთვის რომ იჯდნენ გვალვაგიდასთან და მე გადაადგილდნენ იმასავით კრილოვის იგავივით და ერთი და იგივე ხდება ერთი და იგივე ხალხო რამე ხდება სადღაც ქუჩას დააგებენ იქიდან 40% სახში მიაქვთ ატკატი და გვამადლიან თითქოს ბაბუა მისმა მისცა ფული ჩვენ ფულით აკეთებენ მაგას ჩვენია ის ფული ჩვენ შევიტანეთ ფული არ ჰაერიდან არ მოდის გზას უნდა დააგონ სახლიც უნდა აშენონ მაგრამ არა თავისთვის გისმენთ ზარია ალო გისმენთ ისაუბრეთ როგორ უნდა იყოს მინისტრზე რო ლაპარაკობ ეკონომიკის მინისტრი იურისტია ჯანმრთელობის მინისტრი იურისტია რა ქვია განხების მინისტრი იურისტები და იურისტების საქმე თუ სხვა და არა ეკონომიკა და მადლობ ხურაბელისთვის მადლობ ზარისთვის იცით რა არის თვითონ ბატონ ბიძინა მოსკოვში ქონდა ბიზნესი ეს ის დრო იყო როდესაც ბიზნეს პრიხვატიზაციას ეძახდნენ ანუ ვინც აჯობებდა ძალით ეშმაკობით რაღაცა ფანდებით ისინი ითრებდნენ მე რუსულ პოლიტიკაშიც კარგა ხანია იყო რუსულ პოლიტიკაშიც და უკვე აქ უჭირს ადაპტაცია დემოკრატიაზე, დემოკრატიულზე, სუპრიხვატიზაციაზეა გადასული რომ მარტო ჩვენ და ასეთი მართლობით, რა ვიცი, ევროპას არ მოვწონთო, ამერიკას არ მოვწონთო, ეხლა რაღაცა მოიგონეს ტრამპი აშენებს სახლს. ტრამპ ტაუერს, ტრამპ ტაუერის აშენებს. მიშალს მეგონი ბათუმში თუ ავწდები. როგორ არა ტრამპთან ჩამოსული იყო ტრამპი აქ. რა მერე
აუ ტრამპ და თელი ტელევიზორი იყო, აუ ტრამპის ოჯახმა ჩაგვიხურ. კარგით რა თქვენ საცოდავებო თქვენ რა. ირანსაც კი აღარ უნდიხართ, ხო ხედავთ. არავის აღარ უნდიხართ, ხალხო, პროსო ამ მილიციის ძალით და ფულით იკავებთ ხელისუფლებას რა. ძალადობით იკავებთ. გაავსეთ ციხეები. პატრიარქმა გითხრათ და პატრიარქის სიტყვა არ გესმით და ბიჭო თითქოს პატრიარქი ამათი იყოს, ესე იგი პატრიარქზე ლაპარაკი, ვინ მოგცათ უფლება საერთოდ აღსარება გითქვიათ როდის მე ეკლესიაში მიდიხართ? არ გეუბნება მოძღვარი, ნუ მოიპარავ. არ იქურდო გეუბნება უფალი. არ არის შენი. ვერ გაიგეთ თუ რა უბედურება რა გჭირთ ამისთანა. გისმენთ? ხაძე ვარ. დიახ, იცაუბრეთ. ისიც რა არის? მოკლედ რომ თქვა. აი, ქართველი ხალხი ჩვენი მთავრობისთვის არის ბოროტის რახობის განსახორციელებელი პოლიგონი საქართველო. აი ეგრეა რა. ის ვისაც სამშობლო უყვარდა, ვისაც სამშობლოსთვის იღწოდა. 13 წელი საფლავი არ აღიშეს. აი გროზნოში ხორები ჩუჩქნიდნენ მის საფლავს. აი ეხლა მეტის ღირსი ვართ. აი ამის ღირსი ვართ ქართველები. სამუშაო პირობები არ შეუქმნით ადამიანს. და ესე წავიდა ავქვეყნიდან უსახელოდ. ალბათ მიხვდებით ვიზაც მაქვს რა. რა თუნდა ბატონი ზვიად გამსახურდია, ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი იყო და მორჩა იმის მერე ეს ყველანი არიან ძალადობით მოსული პუჩის გამგზელებლები. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არავითარი სამართალ მემკვიდრეობა ამათ არ აქვს. არ არის სამართალ პუჩის. დაიპყრეს საქართველო ტროცკისტებმა და ნეოტროცკისტებმა და მართავენ ქვეყანას ფულით და დღეს ეხლა ჩხუბობენ თორე deep state-მა არ მოიყვანა ბიჭო ხელისუფლებაში ეგენი deep state-მა მოიყვანა ხელისუფლებაში ესენი ყველა სოროსის ჯგუფი იყო სოროსელები არიან ხალხო მე მახსოვს ჟვანიამ თქვა რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში მაშინ მოდიო დავივიწყოთ ძველიო და ახალი ფურცლიდან დავიწყოთ იმიტომ ჩვენო ვანზი წარსული გვაქვს და არ გვინდა არ გვაწყობსო რა ეს და მოდი ახალი ფურცლი დავიწყოთ ისი არიან ესენი ბიჭო წარსულზე რო ელაპარაკები ელეთმელეთი ემართებათ თქვი რომ ვიყავი სოროში რა არის მე თუ ცუდი არ არის რატო იყავი მაშინ თუ ცუდი იყო რატო იყავი თუ იყავი რატო მალავ და ხალხს ვერაფერს ვერ დაუმალავ მithumedes საქართველოში სოროსელები ხართ ყველანი მიშასთან იყავით და დღეს აქ ხართ არაფერი განსხვავება არ არის რა ის კონსერვატორები ბიჭო არ მიშას ვერ გაბედა საქართველოში გეი პარადის ჩატარება მიშა მოხდით თუ არა ხელისუფლებაში ეგრევე გეი პარადი და პატრიარქმა გადაგარჩინათ კაცო გადაგარჩინათ თორე ხალხი გაგწეწავდნენ კაი არ ვიცი რაც გიზამდნენ და უცებ გამოაცხადა დალოცულმა მისი სულის განათლება იყოს ოჯახის სიწმინდის დღეთ აი უყურე რა ხედა გადარჩენა იყო ამათი პატრიარქის გადაყენება უნდათ აწვებოდნენ კარგით რა ხალხო რა დღესაც ეხლა ჯერ 40 არ გასულა პატრიარქის და უკვე გამოდიან მეუფეები და ეხლა ვის დაუმალავ ხო რაღაცა ზეწოლები ხდება და დააყენეთ არა თქვენი საქმე ეკლესიის საქმეო გეუბნებიან რა გინდათ რა სერევით ყველგან თქვენიანი როგორ გინდათ ბიჭო ჯერ არის აიღე სასამართლო თქვენია პროკურორი თქვენია პარლამენტი თქვენია ხელისუფლება თქვენია ომბუდსმენი თქვენი ახლა ეკლესიაც გინდათ წაიღოთ და რაღაცა სისულელები გააკეთოთ კაცო დაგვანებეთ თავი რა გესმენთ ბატონო დიახ ერთი შეკითხვა მაქვს საქართველოს დამოუკიდებელი არის 19 ათაური ხალხი და მთავრობა ეს ერთი მერე მეორე კიდე 90-იანი წლებიდან რო დაუცველობა წამოვიდა აი ზუსტად იმ ხელისუფლების დამხობა იმის შემდგომ მოდის ყველაფერი შეცდა უარეს უნდა ველოდეთ კიდე რატომ გიგეთ არ გვიკვირთ ქალბატონო არ გვინდა და ამას შეუძახებთ ხალხს რომ
არ გვინდა ხალხო, ნუ დახუჭავთ თვალებს, ნუ მოეშვებით, თორე რაც უფრო ერთი სხვათაშორის ირაკლი, ბოდიშ გიხდი რა, ჩაჭარაზე და ქალბატონმა ბრძანა ყველაზე სწორი მართალი სიტყვები ბრძანა ახლა ქალბატონმა, რომ ისინი არ დაჟილან, ის 90 და იქიდან მოდის ყველაფერი რა, მათ არ ბრძანდებით ქალბატონო, რომ ამერიკამ არ გაუკრავა კაცო, შევარდნაძეზე მოვიდა, რა ქვია, შუქურაო, დემოკრატიისო, კაცმა ის არის ცოტა სიტყვა დემოკრატიის მნიშვნელობა და ქალბატონი ახლა მართალია, იმიტომ რომ ისინი რომ დაჟილიყვნენ და არ ვიცით რომ ეგრეა. ისინი დაჟილიყვნენ, უკვე სხვა ამას ვეღარ გაბედავს ხელისუფლებაში მოსული პიროვნება. შევარდნაძე რისთვის დაგვიჭირა მაშინ? რომ ვაგროვებდით პირველი უზენაეს საბჭოს ვაგროვებდით, რომ უნდა დიდი განცხადება გავეკეთე, იმიტომ დაგვარბია გიგი წერეთელის მამამ და იმება და იმიტომ იყო დაგვიჭირა და დაგვსახსა. მაგიტომ ვიყო. რა ვიცი, დღესაც ნუ თუ ამდენი გამოცდილების მქონე ხალხმა, ნუ თუ მე არ ვიცი თუ ყმაყოფილები არიან ღმერთმა გაუმარჯოს ხალხო, ესე იგი ამბიციაც კი არა გვაქვს იმისი, რომ მეტი შეგვიძლია, მეტი გვინდა, იმას არავინ არ უყურებს, რომ ახალგაზრდები დაიცალა ქვეყანა, დაიცალა, გაივსო პაკისტანი, ინდოეთი, თურქეთი, ირანი, ჩიმკეთი, რა ვიცი, ყველანი აქ არიან ჩამოსული. არ არის დაიცალა ქვეყანა და ამას მიშაც ამას ჩალიჩობდა. სინგაპურიზაცია სხვა არაფერი არ არის. სინგაპურში 85% ცხოვრობს ჩინელი. 15%-ია სინგაპურელი და ენა, სინგაპური ქვია, ენა სინგაპურის. დანარჩენი ჩინეთია. ესე უნდა საქართველოს გაკეთებაც. არ დასცალდა, არ ვაცალეთ. მაგრამ ესენი იგივე საკეთებენ, აქ არაბული ქვეყნების სოფლების და ქალაქების აშენება, აქ ისა, აქ ესა, ირანელები, პაკისტანელები, სხვა კი არაფერი არა, დამკვიდრდებიან და დღეს ჯგროდ დადიან, კაცო. უნდა ნახოთ რა ხდება. გავიდნენ ქუჩაში და ნახოთ 20 კაცი გავაძევეთ, 15 კაცი გავაძევეთ, რაღაცას ბოდიალობენ. არ ვიცი, მე აღარც უყურებ საერთოდ დამიჯერეთ ტელევიზიას არ უყურებ. ქართულ ტელევიზიას არ უყურებ. იქ გადართავე იმებზე ნაცების იმაზე ერთადერთი აქვს ის, რომ როგორმე რევოლუციით ხელისუფლებაში მოვიდნენ. არც ერთ ნაცს არ უთქვია, რომ საბანკო განაკვეთი დიდია, წამლებზე დიდია ფასები, საკვებზე, ესე სოციალურზე არაფერს არ ამბობენ, იმიტომ რომ დამიჯერეთ ხალხო, გაყოფილი აქვთ ყველაფერი. გაყოფილი აქვთ და როცა უნდა ბიძინა თოჯინებივით ათამაშებს ამ ნაცებს, როცა უნდა დაშლის, როცა უნდა შეაერთებს. ეხლა დაჭირდა და რაღაც გაერთიანება ახალი გააკეთებინეს. მაგრამ ისე ამბიცია გაუჩნდათ იმათაც თამაში, რომ მე სერიოზულად დაიწყეს, გაიგე? და ეხლა უკვე ამათაც ეშინიათ უკვე ბუას როლში აღარ არიან. გისმენთ? ალო? დიახ, გისმენთ. მართალი ხარ. დამჟელობის სინდრომი ეს ყველაზე დიდი დანაშაულია. და ილია იქ ქვეყნიდან დალოცავს საქართველოს არიდებს ყველაფერი უბედურებას და ერთი ილია სიტყვები გავიხსენოთ. ღმერთო ჩემო, სულ ძილი როცა გვეხსნა ჩვენ გაღვიძება. ხომარა ისიც ხოა ჩვენისგან აირი მეორე არ არისო. ყველაფერს ხედავდა ის დალოცვილი და იმიტომაც წმინდანი, მაგრამ ამიტომ მოუსწრაფეთ. რა თქმა უნდა. იცოცხლეთ. მახარაძეები დღესაც არიან და ეს ნაძირალები დღესაც არიან, ეს ნეოტროცკისტები და ღვთისმგმობელები. ესენი ბიჭო პატრიარქის იმებზე არ წავედი სამებაში, იმიტომ ესენი იდგნენ იქა სანთლები და ვაფშე სად იყვნენ, ჰაერში არიან რა.
არიან ამ ქვეყანაში არიან, იმიტომ რომ მართლაც რომ საქართველოს დასაჯელად არის მოსული. ეთყობა უფალი გვჭირს. არა, ის სწორედ ამაზეა საუბარი, ასეთ შენ საუბრობდი აი ისტორია და წარსულიდან, ხო? ქართველი ადამიანი მოდის წარსულიდან, თავისი წარსულიდან, ხო და ეხლა წარსული ამათი წარსული რო ნახო, ხო, რეალურად აი 99% მინისტრები არიან თუ პარლამენტარები არიან, ყველანი თანამშრომლობდნენ ნაციონალურ სააკაშვილთან და სოროსთან, ხო? და სოროსი ჯერ საერთოდ არ იყო სოროსის ის, როდესაც ჩვენ პირველად გავაკეთეთ ანტისოროსის ორგანიზაცია და აი პირდაპირ გავასვენეთ და პირველები ჩვენ დაუპირისპირდით ამას. რა თქმა უნდა, ეს არის და ხოთ გისმენთ. გამარჯობათ. ნაციონალების შეცვლის მომენტი ხო გახსოვთ გენაცვალ? ვისი? თბილისის ბესტელა რაიონებში მიდიოდა ხალხი რომ ნაციონალები შეეცვალა. ძალიან ცუდი რამეები დააკეთეს. ჯერ ოთხნებას ეს არ გაუკეთებია და ხალხი არ არის გაბრაზებული და ერთ შეცვლიან დედლებს. კარგად ძაბერებს. არა, მე ხო არ ვიძახი რომ ავიღოთ კომბალი და ჩამოვყაროთ ბიჭო. უნდა რაღაცა შევაფუცხუნოთ მეთქი, ჩემო კარგო. უნდა პროტესტი გამოვთქვათ რომ არ შეიძლება ესე კაცო იყავი შენ პრემიერი არ მინდა თქვათ სიტყვაზე. არ გებძვი მაგისთვის. გებძვი იმისთვის რომ მოხედე ქვეყანას. ხალხს მოხედე, ამას გეუბნები თორე იმას კი არა რომ შენ მშიერი იყავი მეთქი. მაგრამ არ მოიპარო ხალხის ფული. ისედაც ყველაფერი გაქვთ. და ხალხს მიხედეთ. არ შეიძლება ავადმყოფი ბავშვების მშობლები მოვიდნენ კანცელარიასთან და იქიდან ზემოდან გადმოხედოთ და თქვა მე 100 ბავშვი რა არის რო. აი ესეთი რამე არ უნდა იყოს. არ უნდა იყოს პენსიონერი, რომელიც ნაგავში იქებება და რაღაც წყალწყალას სუფს რო ასმებთ. არ უნდა იყოს ეგა. 2 ლარი და რაღაც სულ 3 მილიონი კაცი ცხოვრობთ ამ ქვეყანაში, ბიჭო. 3 მილიონი. სხვაგან მოსკოვში 15 მილიონია მარტო მოსკოვში. ტოკიოში 18 მილიონი. ისინი ცხოვრობენ, რა გახდა ამისთანა 3 მილიონი კაცის მოვლა? რა გახდა? იმიტომ რომ თქვენ არ გადაგაყენონ ევროპას ეჩხუბეთ, ამერიკას ეჩხუბეს. ბიჭო, არავინ არ თხოვს ამ დროს LGBT რამე გააკეთე. არ ითხოვენ, არ არსებობს ეგეთი რამე, რომ დაგაძალონდაც. არ არსებობს ეგეთი რამე. რატო არ აძალებენ სომხეთს, აზერბაიჯანს? იმიტომ რომ თვითონ ბიძინამ თქვა რომ ისეთ დემოკრატიას გავაკეთებ, აქა ევროპას ყბა ჩამოუვარდებაო და ევროპაში დემოკრატია ნიშნავს LGBT თავისუფლებას, ბავშვების სქესის შეცვლას, ისინი გეები რო უნდა იყვნენ მინისტრები და ესეთი რაღაცეები. თუ ამას ამბობ და იმათმა მოგიყვანეს, მე მოგთხოვენ, აბა რა იქნება? თქმა უნდა. იმათმა დაგსვეს, გთხოვენ ახლა გააკეთე. ახლა შენ ძახი კონსერვატორია, ვის ჯერა შენი კონსერვატორობის? ქართველებს არ ჯერა და იმათ დააჯერებ? გისმენთ? ალო. დიახ. გამარჯობათ. ხეთიდან მოგესწრებოდი. საიდან? ხეთიდან. მერტმა გაგიმარჯოთ. ხოლო მე რა მინდა ისი? ხეთთან მინდა ხოსლა. შენ იმას მოგიყვებით და როგორ გადავწყვიტოთ ჩემი საქმე, მე წელი დამარიგები თქვა რა. აი როდი შეიძლება თქვენ მისამართს გეტყვით და სხვა ახლა როგორ გითხრათ, ბურძგლას 33-ია. საბურთალოზე ბურძგლას 33. არა, ეგ ის რაღაც აბა კონტროლი ხაბზარდებოდეს რომ მოვიდე რა. ჩვენზე საუბრობთ პირადად? ის პირადად შეიძლება და მე დამეხმარებით ჩემს საქმეზე რა. ჩვენ აქ 4 შაბათობითა ვართ. კი ბატონო, თუ რაც შეგვიძლია დაგეხმარებით, ახლა ჩვენ დიდი გავლენები არ აქვს. და მოვიდე რომ როდის მოვიდეო 4 შაბათობითა ვართ. 4 შაბათს ძირითადად 4 შაბათობით ვართ ამ დროს, ძირითადად. და დიახ და საათი
აი ესე 6-ისთვის ესე არა შეიძლება სხვა ზუსტად ვერ გეტყვით ახლა დრო შეიძლება შეიცვალოს თუ შეიძლება რომ აი დატოვოთ თქვენი კოორდინატები და დაგიკავშირდებით რა ბოდიშის მუხლით აი ჩემი ტელეფონი კი ჩაიწერენ სტუდიაში ჩაიწერენ მაგ ნომერს რა საიდანაც დარეკეთ კი ბატონო მადლობა ზარისთვის ხო რა არის აი ეს გამოსვლები ტელევიზორში ბიჭო შეიძლება დღე და ღამე პრემიერი პარლამენტის თავმჯდომარე ქალაქის მერი ყველა ტელევიზორში ვის საქმეს ვინაკეთებს ამ დანგრეულ ქვეყანაში ყველაზე ცუდი ის არის რომ აი ნებისმიერი აი ვიღაცა ხო თვითონ როგორც ეძახიან ხო ეს აკაცუკის თუ რაღაცას რო ეძახიან ხო ის რაღაცა განცხადებას რაღაცა სიტყვის პრემიერზე ესენი გამოდიან თავის მართლების რეჟიმში და აი და თელ ამბავს ეხავენ და ბიჭო რატო შენ თუ ხელისუფლების უმაღლესი ხელისუფლების პირი ხარ ვიღაცა იმ აკაცუკს რატო უტოლდები და თავს რატო უხრი რა ანუ სხვა ხო ეთყობა რაღაცები არის რამდენი წელი ვიძახდით რომ კორუფცია და მიხედეთ რამდენი წელი ვიძახდით კი ბატონო და მე როცა არ დაჭე ეხლა ამ ნარკოტრაფიკებს იჭერენ და იჭერენ რო ვიძახდით რომ ნარკოტიკებითაა სავსე ქვეყანა და ლიბერალიზაცია რო გააკეთეს და ეს რაღაცა გოთვერნების ის რო შექმნეს რა ქვია გირჩი და ისე თუ რაღაც ჯანდაბა და პოპულარიზაციას რო ეწეოდით პარლამენტში მარიხუანას ეწეოდით და ისა აი მან გამოიწვია რომ მთელი ნარკოტიკები შემოყარეს საქართველოში გაიხცა ხალხი არ შეიძლება ესე დღესო ესე იგი დღესო იჭერთ ამდენი წელი ეს მუშაობდა ეს ტრასა და დღესაც მუშაობს რამდენია რამდენს შოულობდით ამ ნარკოტიკებით რამდენი იყო შემოსავალი მაგაზე იყო მიშა და ეს რა ქვია რო გაიქცა ეს თავდაცვის მინისტრი მიშასი ეგენი უყურებდნენ ეხლა თქვენ უყურებთ ამ ტრასებს ვიღაცას იჭერთ ვიღაცას უშვებთ ამასაც ნახავ ცოტა ხანში თუ არ გამოვლინდება ჩვენ ნალაპარაკები ყველაფერი გამოვლინდება და ყველაფერი მე დარწმუნებული ვარ რომ სულ ცოტა ხანში აი არ ვიცი ხა შეიძლება მაგრამ ცოტა ხანში ამოტივტივდება ეს ნარკოტიკის საქმეებზე მაღალჩინოსნების გვარები რა იმიტომ რომ ამის გარეშე წარმოუდგენელია ის რაოდენობა ნარკოტიკი ტრიალებდეს საქართველოში ამ პატარა ქვეყანაში თუ არ არის ვიღაცა ამით დაინტერესებული და ვიც გახსნილი იყო ამაზე ყველაზე დიდი თანამდებობის ხალხი უყურებდა ამას როგორ შეიძლება სხვანაირად გაგეთ ნარკოტიკის გატარება ეგრე და შემოტანა საიდან ხდება ყველაფერს უყურებდა ზემოდან და ეხლაც ეგრეა მე ბიჭო აი როგორ აიცი ეხლა უყურე როგორ მართავენ ქვეყანას რა ესე იგი სწორს ამბობს რა ბატონი დავით არხარ-მოურავი რომ შეიქმნა ელიტასაც ვერ დაარქვენ რაღაც ბროდი არის ჯგუფი რომელმაც ჩაიგდო ხელში ყველაფერი პოლიტიკა ხომ მოსპეს საქართველოში გაანადგურეს ყველა გააბანძეს ისეთ ხალხი აი რამიშვილი რო ვიღაცას ტრაკაც რა ქვია მაგ სიტყვას სუკებს დაუძახებს რამიშვილი რო დაუძახებს არ და რა კაი ბიჭები ყავს ბიჭო განათლებული რა წესიერი ხალხი რა უნდათ რამიშვილთან იმით სიკეთებენ მაგითი დასცინის ხალხიდო ესე ცინიზმით შეიძლება ახალგაზრდების მოხსენიება ახალგაზრდები გამოვიდნენ ეს ისი როგორ შეიძლება თავისი ბავშვები სად არის ერთი ის მითხარი თავისი შვილები სადა ამ რამიშვილის არიან მაგასთან არ არიან მაგასთან და არც იქნებიან და არც შეიძლება ესე ადამიანების გაქილიკება და ისა იმ ბიჭებსაც ვეუბნები რა კაი ბიჭებია მომისმენია მაგათი საუბრებიც და მაგათ დალაგებულის მაგრამ არ შეიძლება ესე ცხოვრება მიდით მოძღვართან და დაელაპარაკეთ არ შეიძლება ესეთი რამე მომავალში ძალიან ინანებთ მაგასთან დაკავშირებით ჩვენც გამოგვიცდია რაღაცები და გვინანია მე რომ ესე არ იყო რა ვიცი ცოტა ისე ვთქვათ სოფლიოში რა ხდება რა ვიცი ესეთი ყიფე
აი სოფლიოშიც არაფერი არ ხდება რა. აი კი არა, მე რაღაცა გული მიგზნობს, რომ სექტემბრისთვის დიდი საშინელებები დაიწყება. და აი როგორ არის რუსებს აქვთ ესეთი გამონათქვამი ზაწიშია პირედ ბური აი რაღაცა ეგეთი ის არის ხო დრიგალის წინ არის აი რაღაცა სიჩუმია სიწყნარია და ფიქრობ რომ აი უკვე დღევანდელმა დღემაც აჩვენა როდესაც აი ეს მოლაპარაკების ვარიანტი ჩაიშალა დღევანდელი დღის რომ ფლად დალაგებული სიტუაცია და ფლად ისე არ მიდის საქმე როგორც ამას ტელევიზორში საუბრობდნენ და ჩვენ გვაწვდიდნენ ინფორმაციას ხო და ირანიც ისე იქცევა როგორც ხარს წითელ ნაჭერს აუფრიალებ რა რაღაცას ძაბავენ სიტუაციას უნდა იცნობდე ტრამპს ხო ტრამპი უნდა ყავდეს შესწავლები რა თქმა უნდა მისი არაადეკვატური რომელიც მზათა თელი არაბული სამყარო გაანადგუროს გარშემო ყველა რო დაიბუგოს ისრაელისთვის დღეს ეს არის მისწრება თლიანად თელი გარშემო არაბული, ირანული, თურქული ეს სახელმწიფოები რო აღარ იყოს, მაგისთვის ყველაფერს გააკეთებს და ისრაელი რა თქმა უნდა. და ეხლა რომ მოლაპარაკებები დაიწყონ ამერიკა და ირანი რაღაცნაირად დაზავდნენ, ისრაელი მაინც თავისას გააკეთებს რა. მაინც გააკეთებს, მაინც არევს სიტუაციას, შანსი არ არის რომ გაჩერდეს. აცი გაჩერება ისრაელს აღარ არსებობს და ამიტომ არ ვიცი ვიღაცა უნდა გამოჩნდეს ისეთი არც აჩანს რა ყველაზე დალაგებული ეხლა ჩინეთის პრეზიდენტია და რუსეთის ამ ეტაპზე ესე ჩანა ხო გავლენიანი ვინც არის ეხლა ინდოეთი ხანიკითა ხანაკეთა და რაღაც ისე თავის პოზიცია ჯერ არ დაულაგებია და ევროპაზე არ არის საუბარი ევროპა და ფაქტიურად და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ალბათ ჩემთვის ეს ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია რომ იმიტომ რომ ჩვენ არასოდეს არ ვიყავით ამის მომხრეები ირაკლი და აი ეს ჩვენი კონსტიტუციური პირველივე ჩანაწერი რომელიც არსებობს ჩვენს კონსტიტუციაში ნატოსკენ სახვა და აი უბრალოდ არ ვიცი ახლა აი ამას აეშველება რომელსაც ხო ამათი 2016 სწორედ მათმა შეიტანეს ეს კონსტიტუციაში ჩაწერეს ხო და დღეს უკვე თქვენ კარგად ხედავთ ბატონებო რომ სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები იწყებს ამ ნატოს რღვევას და ძალიან საინტერესო და ძალიან შემაშინებელია ისეთი ქვეყნებს როგორც გერმანია და იაპონია მილიტარისტული კონსტიტუცია უგზავნა და გაერომა უგზავნა მილიტარიზაცია დღეს ცვლიან კონსტიტუციას და იწყებენ მილიტარიზაციას ეს ძალიან საშიში მომენტია იმიტომ რომ ეს ორი ქვეყანა არის მე არ ვიცი გერმანიაზე მეტად რაც იაპონელებმა აკეთეს ეს რაღაც სასწაული იყო და თან ევროპა ეხლა საფრანგეთმა აიღო ხელში მაინც ისინი აქ ქობინები აქვს საფრანგეთს და რაღაცა თავდაცვითი იქ პოლონეთი ჩაერთო იქ ეს ძალიან ისე საინტერესო თემაა და უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს არც ქვეყნის მართველებს და არც სოფლიოს არ უნდა დარჩეს ეს ამრევი ყოველთვის მოიძებნება დამლაგებელია საჭირო თორე ამრევები სტალინი იყო ყველაზე დიდი დამლაგებელი და დღეს სტალინი არ აყავს სოფლიოს და ამიტომ რა ვიცი როგორ იქნება და ვინ რას მოიმოქმედებს მადლობთ ყურადღებისთვის უკაცრავად ცოტა ემოციებისთვის იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოდის ცოტა დროა და ბევრ საკითხებს ვერ შევეხებით მაგრამ შემდეგ კვირაში ისევ დაგვიკავშირდით ისევ გითხარით თქვენი აზრი ჩვენთვის ძვირფასია და საჭიროა რომ ვიცოდეთ საზოგადოებას რა სურს და როგორ შეიძლება რომ ქვეყანა სიკეთისკენ წავიყვანოთ. მადლობა ყურადღებისთვის, გვხარავდეთ უფალი.